საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით 2025 წლის 9 თვის მონაცემებით ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად ამ პერიოდში განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინ გამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ზია ამაღლობელის დაკავება და მისთვის 2 წლიანი პატიმრობის მისჯა. ორგანიზაცია ხას უსვამს, რომ გრძელდება დამოუკიდებელი კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნის და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა. როგორც ორგანიზაცია წერს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენციასთან ერთად სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენციებთან ერთად სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა ქართული ოცნების მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება. ეს ყველაზე თვალსაჩინო და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში. 2025 წელს ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღების სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტო გადაღების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა. მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელი გახადა. რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელიც გახადა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო მიმდინარე წელს 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ხელშეშლის შემთხვევები 5 კატეგორიად დაყო. ესენია მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმა და ძალადობა, ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება, მმართველი გუნდისა და პროსამთავრობო მედიის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა საზოგადოებრივ მაუწყებელში და უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.